მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა უნდა იცოდეა, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ ფილერებზე, რომლის გარშემოც ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია შექმნილი. სწორედ იმის გამო, რომ ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფილერებს ძალიან ბევრი ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამას მოყვა ძალიან დიდი კრიტიკა, განხილვა სოციალურ ქსელებში, რომ პლასტიკური ქირურგი, რა თქმა უნდა, არ გაუწევდა რეკომენდაციას ფილერებს და მსგავს ესთეტიკურ კოსმეტოლოგიურ ჩარევებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან ნეიტრალური პროფესიონალი შეგვერჩია ამ თემაზე სასაუბროთ. ეს გახლავთ დერმატოვენეროლოგი ნინო ნიშნიანიძე და ასევე ქალბატონი ნინო ესთეტიკური კოსმეტოლოგიის მიმართულებით ძალიან დიდი ხანია უკვე რაც არის ტრენერი და რა თქმა უნდა ინექციურ პროცედურებსაც ატარებს. შესაბამისად მივიჩნიეთ ვალდებული თავი იმად რომ თქვენთვის ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მოგვეწოდებინა ფილერებზე, მის როგორც დადებით, ასევე უარყოფით შედეგებზე ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით. მოგესალმებით ქალბატონი ნინო, უღრმესი მადლობა მასპინძლობისთვის და თქვენი დროის დათმობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ადამიანების უმრავლესობა ფილერებს აქტიურად იყენებს, როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონებიც, მაინც მოდი თავდაპირველად სანამ უშუალოდ ნეგატიურ ან დადებით მხარეებზე გადავალთ, აღვნიშნოთ ორიოდე სიტყვით, რა არის ფილერი. ძალიან ბევრი ადამიანი მას უბრალოდ კოსმეტიკურ ჩარევად, ესთეტიკური კოსმეტიკის მიმართულებით ამას მხოლოდ ვიზუალური დეფექტის გამოსასწორებლად მიმართავს, თუმცა რეალურად რა ტიპის ჩარევასთან გვაქვს საქმე? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მართლაც გავმარტოთ რა არის ეს ფილერი. ფილერი ეს არის იგივე შემავსებელი, ბუნებრივი შემავსებელზე მაქვს საუბარი. ეს არის სუფთა ჰიალურონის მჟავა. ანუ ეს არის ისეთი ნივთიერება, რომელსაც ჩვენი კანის შუა შრე, ესე ვთქვათ, დერმა ისედაც გამოყოფს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კანისთვის ეს ნივთიერება, რადგანაც კანი ტენიანდება, ნაოჭები არა გვაქვს ასეთ დროს, ძალიან კარგად გამოიყურება, ელასტიურობა აქვს, ესე ვთქვათ, ტურგორი აქვს ნორმალური. ანუ ეს ყველაფერი დამოკიდებულია სწორედ კანის შუა შრეში, დერმაში არსებულ კოლაგენ ელასტინზე და იმ ჰიალურონის მჟავაზე, რომელიც სწორედ ამ შემავსებელში მოიაზრება. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ჩვენი, ესე ვთქვათ, პაციენტები და ჩვენი თაობა ამას ვიყენებთ არა მარტო შემავსებლის ეფექტით, რომ სიტყვაზე ტუჩის მოცულობა გავზარდოთ, იქ რაღაც შევიცვალოთ ფორმა, სახის შუა და ქვედა მესამედის ოვალი. ასევე არის ისეთი შემავსებლები, აი რასაც ბიოლიფტინგებსაც ვეძახით, რომელიც კეთდება კანის შუა შრეში, გვაძლევს კარგ დატენიანებას, ლიფტინგს, გამოცოცხლებას, პროფილაქტიკას, რომ შევანელოთ დაბერების პროცესები. ნუ ზოგადად აქვს სამკურნალო ეფექტი. ფილერის ასე ვთქვათ ბიძაშვილია, იმიტომ რომ დაბალპროცენტიან ჰიალურონს შეიცავს ეს ბიოები, რასაც ბუსტერებს ვეძახით. იგივე შემავსებლის, ასე ვთქვათ, შემადგენლობით მოიაზრება. გარდა ამისა, შემავსებლები შეიძლება სხვადასხვა ფორმის შესაცვლელადაც გამოვიყენოთ. აი, მაგალითად, ნიკაპის კორექცია გვინდა, ეგრეთ წოდებული ჯოლის ოვალს, რასაც ვეძახით, ცხვირის ოვალი, რაზეც სწორედ ეს ბუმი ატყდა, ესე ვიტყოდი. მაგრამ ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ხარისხის პრეპარატს იყენებს ეს მეც მინდოდა რომ მეკითხა. დიახ, და რა ზონაში ვაკეთებთ ამას. და როგორი სპეციალისტი აკეთებს? გამოცდილი, ცოდნე, ვინც ანატომია კარგად იცის, ვინც იცის სად რა სისხლძარღვი გადის. აი, ამასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, თორემ ნებისმიერ პროცედურას, რა თქმა უნდა, რაღაც გვერდითი აქვს. თავისთავად. ნებისმიერ როგორც მედიკამენტს, ესე რომ ვთქვათ. კი ბატონო, ძალიან ბევრ დეტალს შეეხეთ და მოდი ერთ-ერთი საკითხი მაშინ, რაც მინდა რომ აუცილებლად ჩავშალოთ, ეს არის რამდენად პროფესიონალი ადამიანი აკეთებს ამ პროცედურას, ხო? ბოლო პერიოდში ფაქტობრივად სილამაზის სალონებშიც კი არის კაბინეტები გამოყოფილი, სადაც კოსმეტოლოგები აკეთებენ მსგავს პროცედურებს, ხო? რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია სპეციალიზებული ლიცენზიის ქონა, რამდენად მნიშვნელოვანია რომ მომხმარებელმა მოითხოვოს ამ ლიცენზიის წარდგენა
გავლენა, იხილოს საკუთარი თვალით და ზოგადად აი რა ტიპის კითხვა უნდა დასვას მომხმარებელმა სპეციალისტის მიმართ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული? პირველი და მნიშვნელოვანი მართლაც არის ის, რომ სპეციალისტმა აკეთოს ეს პროცედურა. ეს სპეციალისტი უნდა იყოს დიპლომირებული ექიმი და უნდა ქონდეს ძალიან დიდი გამოცდილება ანატომიურ ცოდნასთან. ამისთვის არსებობს კადავერ კურსები, სასწავლო სპეციალური დახელოვნების კურსები ექიმებისთვის. ეხლა შეიძლება ის ექიმი წლების მანძილზე მუშაობდეს ინექციებზე, მაგრამ ეს ინექციები არის მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, რომელიც არ არის ისეთი საშიში ინექცია და ის რაც სერიოზულ ინექციებს შეეხება, ეს არის კორექცია ცხვირის თუნდაც ფილერით, ეს არის ქვედაყბის შუა სახის შუა ზონის და ასე შემდგომ ნაწილები, სადაც მთავარი მაგისტრალები გადის სისხლის მიმოქცევის, რაც კვებავს იგივე მხედველობის ზონას და ასე შემდგომ. ეს თუ მარტო ეს რაღაც სალექციო კურსით ისწავლე, არ ითვლები, რომ ხარ პროფესიონალი. ეს აუცილებლად უნდა გადაიტანო ყველაფერი ბიოლოგიურ მასალაზე და იქ უნდა ივარჯიშო. ამას ვერ ივარჯიშებ ცოცხალ ადამიანზე. ამიტომ ვისაც ამისი გამოცდილება აქვს და პირველ რიგში ვისაც ამისი სერტიფიკატი აქვს, ამას მოვიაზრებდი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამის შემდგომ წელში გამართულები არიან ჩვენი კოლეგები. და მე ვფიქრობ, არც ეს არ შეეშლება, ვისაც გავლილი აქვს, ეს უკვე თვით დაჯერებულები არიან, იციან რა ზონაში როგორ რა პრეპარატი გააკეთონ. ამ მეორე საკითხი რაც არის, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გაკეთდეს ისეთ დაწესებულებაში, რასაც მართლა სალონი ქვია. აუცილებლად კლინიკა უნდა მოიაზრებოდეს და მე რამდენადაც ვიცი და მოვისმინე, სწორედ ჩემი კოლეგა, ის ერთ-ერთი ქირურგი, პლასტიკური ქირურგი, ამას აღნიშნავდა, რომ თუ ეს კეთდება დაწესებულებაში, კლინიკაში და სპეციალისტთან, ვისაც ეს ესმის, რა თქმა უნდა, იქ უნდა გაიკეთოს პაციენტმა და მომხმარებელმა. კარგ თქმელს კარგი გამგონი უნდა. მართლაც ეს იყო ნათქვამი გაჟღერებული და ცოტა სხვანაირად ინტერპრეტირება მოყვა ამ ყველაფერს, კი ბატონო. იმიტომ რომ თუ სპეციალისტი კარგი ხართ, აი მართლა არანაირი საშიშროება იმისი არ არის, რომ ეს პროცესი მოხდეს. თუნდაც თქვათ დაუშვათ და მოხდა. იმ სპეციალისტმა იმისი მართვაც იცის. მყისვე მიხედავ პროცესს და არც სიბრმავისკენ წაიყვან და არაფერი. ანუ მართვაც უნდა იცოდეს განამარტო კეთება სპეციალისტმა ამისი. ასევე უნდა იცოდეს მართვა და სწორედ ამისთვის არის ეს სასწავლო კურსები, გადამზადების კურსები გვაქვს საქართველოში. მოიაზრება ამისთვის ახლა უბრალოდ რეკლამაში ჩამეთვალებად არ ვიტყვი ნამდვილად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ექიმი დახელოვნებული იყოს ანატომიურ ნაწილში. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს სტერილურ გარემოში, სუფთა გარემოში, იქ სადაც მოიაზრება კლინიკა, მოიაზრება ესთეტიკური კაბინეტი, რომელიც არის ლიცენზირებული. ამიტომ მომხმარებელი ალბათ დავამატებდი თქვენის ნებართვით, კლინიკა ალბათ ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია იმ ფაქტების გათვალისწინებითაც, თუ გვერდით იმოვლენა რაიმე დაფიქსირდა, მომენტალურად ხდება, კი ბატონო, ჯგუფის ჩართვა. აქვს ასეთ დროს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რა პრეპარატით მუშაობს ექიმი, არა მარტო ის გაკეთება, სად რა ზონაში აკეთებს, არამედ შეიძლება სწორად გააკეთოს ექიმმა ეს პროცედურა, მაგრამ სწორად არ იყოს შერჩეული პრეპარატი და იმდენად მაღალ კონცენტრირებადი იყოს თვით შემავსებელში, ფილერში არსებული ჰიალურონის მჟავა, რომ დააწვეს დროთა განმავლობაში იმ კონკრეტულ სისხლძარღვს და ეს დროთა განმავლობა არის 3 დღე, 4 დღე და განვითარდეს ეგრეთ წოდებული ნეკროზი. ნეკროზი რა თქმა უნდა არ იწვევს სიბრმავეს და მოგვარებადია და არ არის საშიში, მაგრამ კუდომაზე არის საუბარი ამ დროს, როგორც ვიცი, ხო, კუნთის კუდომა. არა, სისხლძარღვის, ანუ ქსოვილი ვეღარ იკვებება ანუ სისხლის მიმოქცევა წყდება ფაქტიურად, კვება მიდის. კუნთის დონეზე ფილერი არ კეთდება. არა, კუნთის დონეზე ვაკეთებთ ბოტულინოტოქსინის ინექციებს.
ეს ფილერები ნახეთ რითაც განსხვავდება კიდევ არის ძვლის ფილერი. ანუ შენ რომ ძვლის ფილერს გააკეთებ სიტყვაზე ტუჩში და მოცულობას იმით მისცემ, რა თქმა უნდა, აქაც გართულება მოგივა. ძვლის ფილერი რას აი როცა მოიაზრებს? მოიაზრებს მაგალითად ნიკაპის კორექცია გვინდა ან ქვედა ოვალის კორექცია. პრეპარატი შემავსებელი იდება ძვალზე, ძვლის საზრდელაზე, მარტივად რომ ვთქვათ და სწორედ მოცულობას ამ ძვლის საზრდელაზე ქმნის ეს ფილერი. საინტერესო, არც ფაქტურად ვიცოდი. დამატებით მოცულობას აძლევ ძვალს და საკმაოდ მაღალი კონცენტრაციის ეგრეთ წოდებული მაღალი G პრაიმის მქონია ეს ჰიალურონის მჟავა და ის განსაზღვრავს სწორედ ზეწოლა რამდენად არ უნდა იყოს სისხლძარღვზე როგორ და ამას დოზირებით განსაზღვრავს უკვე ექიმი, გამოცდილი სპეციალისტი, რომელსაც აქვს ამაში ცოდნა მიღებული გამოცდილება, იცის ეს ყველაფერი და თუ თulis ჩვენი ინექციონისტები რომ თლად ესეთი დარწმუნებული არ არიან, აი გადამზადების ესენი არის სასწავლო კურსები ამისთვის, ეგრეთ წოდებული კადავერის კურსები დახელოვნება ხდება და იდეალური საშუალებაა საქართველოში გვაქვს ამისი ფუფუნება, ამას ვიტყოდი. ნინო, მოდი ამომწურავად რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს ფილერის გვერდით მოვლენ, ну დადებითი ალბათ ყველა მიცის რომ ვიზუალურად ხდება ადამიანებისთვის სასურველი, ვიტყვი ასე დეფექტის გამოსწორება და თავიანთი საუკეთესო ვერსიის მიღება, ხო? გარდა ამისა, აი რაზეც მართლა ატყდა ეს ბუმი, მოდი ამ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბროთ. რა სახის გვერდითი მოვლენები და რატომ? რის გამო შეიძლება გამოიწვიოს ფილერმა? გარდა იმ ცუდისა, კი ბატონო. დიახ. ეგ არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, რომ ვთქვათ, ესე პრეპარატის პროცედურის ჩატარებისას, მაგრამ გარდა მაგისა, არასწორად ჩატარებულ პროცედურას, აი ამას გაუსმევ ხას, იმიტომ რომ მართლაც არასწორად თუ ტარდება პროცედურა, მაშინ გვაქვს ესეთი და აი რა მოიაზრება არასწორად ჩატარებულ პროცედურაში? ერთ-ერთი და მთავარი ეს არის ნეკროზი. წეგან რაც აღვნიშნე, როცა ქსოვილის კვება აღარ ხდება, სისხლის მიწოდება აღარ ხდება ამ ქსოვილთან, ანუ დანეკროზდება ეს ქსოვილი, დაზიანდება, ნელ-ნელა დაიშლება, აი მარტივად რომ ავხსნათ. რამდენ ხნიანი პროცესია? 3 დღის შემდგომ იწყება ეს პროცესი. პროცედურის ჩატარებიდან მესამე დღეს, ანუ ნელ-ნელა კანი წითლდება, ტკივილი მოდის, ტემპერატურა იმატებს ორგანიზმში. ანთებითი პროცესისთვის დამახასიათებელი. შემდეგ მესამე დღეს ჩნდება ეგრეთ წოდებული პუსტულები, აი თითქოს ჩირქოვანი ნაწილები და ამ დროს პაციენტი ურეკავს ექიმს, რომ რაღაც სადაც გამიკეთეთ პროცედურა, ის ადგილი არ მომწონს, ტკივნეულია, როგორ მოვიქცე. აუცილებლად იბარებს ექიმი პაციენტს და იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისი ზომები ის არის, რომ მოხსნას ადგილობრივად ანთებითი პროცესი, მიიღოს შესაბამისი ჩარევა ანტიბიოტიკოთერაპიით, რომ ის პროცესი ჩააცხროს და შემდგომში დაშალოს ის ნივთიერება უკვე ჰიალურონიდაზით. ანუ არის საშუალება იმისი, რომ მართო გართულება და ეს მოხდეს შეიძლება იმიტომ, რომ პრეპარატი იყოს მაღალ კონცენტრირებული და არასწორად შევიყვანე ამა თუ იმ ზონაში. მეორე იმიტომ, რომ დააწვეს სისხლძარღვს და ამ პრეპარატმა მიიერთა წყლის მოლეკულები აფუვდა, მოხდა ესე ვთქვათ შეშუპება ქსოვილის და შეშუპებამ გამოიწვიოს ესეთი სისხლის მიმოქცევის ასე ვთქვათ გაუარესება და მესამე უკვე იწყება ინფექციის კერა, სადაც ჩირქდება ის ჩვენივე შეყვანილი ფილერი. ანუ რამდენი საინტერესო დეტალია. კი, მაგრამ მართულია ეს ყველაფერი. თუ რა თქმა უნდა სპეციალისტმა იმისი მართვა იცის. და იმასაც აღვნიშნავ, რომ თუ ხარისხიანი პროდუქციით მუშაობს ექიმი, ჩათვალეთ რომ თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი. და რატომ მაგასაც გეტყვით? როცა უხარისხო პრეპარატი კეთდება, ასეთ შემთხვევაში ის დამშლელი ჰიალურონიდაზა ერთჯერადი გაკეთება არ ყოფნის. ყოველ 15-20 წუთში ერთხელ იმეორებ და შეიძლება უხარისხო ფილერის შემთხვევაში 7-ჯერ, 8-ჯერ, 9-ჯერ დამშლელი შეყვანა დაგჭირდეს. ეს კიდევ უფრო გიმწვავებს და გირთულებს პროცესს. ამდენი შეყვანით ქსოვილი შუპდება, მეორად
ერთჯერადად მიდის იქ ალერგიული რეაქციები და ნუ ამას გვერდითი ბევრი მოყვება. თუ ხარისხიანი და მაღალი, ასე ვთქვათ, ბაზარზე დიდხანს გამოცდილი პროდუქციით მუშაობს ექიმი, ერთჯერადად გააკეთე ჰიალურონიდაზას და დამთავრდა. იქ მთავრდება ის გართულებაც. ამიტომ ყოველთვის მომხმარებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება არა მარტო ექიმის კვალიფიკაციას, არა მარტო შენობას სად შედის და სად იკეთებს, არამედ პროდუქტს ყოველთვის მოითხოვოს, მაჩვენეთ რას მიკეთებთ, მაჩვენეთ რამდენი ხანია ეს ბაზარზეა, რამდენად ხარისხიანი პროდუქციით ვიტარებ პროცედურას. ანუ ყველაფერი ახსნებინოს ექიმს. თუმცა აი აქ როგორ არის დაცული მომხმარებელი პაციენტი ამ შემთხვევაში ტყუილისგან ხომ შეიძლება ნუ ექიმი კლინიკა გასაგებია რომ მაქსიმალურად თავის რეპუტაციასაც გაუფრთხილდება, თუმცა აი ის დაწესებულებები ვთქვათ, რომელიც თუნდაც არალიცენზირებულად აკეთებენ ბიუჯეტურ ფასად და ასე შემდეგ. ბევრი ასეთი არსებობს სამწუხაროდ ჩვენს ბაზარზე. აი ამ შემთხვევაში როგორ არის პაციენტი დაცული, რომ ნამდვილად იკეთებს ხარისხიან პროდუქტს. მე ალბათ მაგაზე ესეთი პასუხი მექნებოდა, როცა ესეთ ლიცენზირებულ კლინიკაში მიდის პაციენტი, ნამდვილად დაცულია მაგ ყველაფრისგან. იქ სპეციალისტიც ლიცენზირებულია, კლინიკა იღებს ამ მთელ პასუხისმგებლობასაც, გვერდში უდგას თუ რაღაცა მოხდა იმ პაციენტს და ეხლა სადღაც ისე რაღაც კაბინეტში ალბათ და ესე სალონში გაკეთებულად, რა თქმა უნდა, ვერც ექიმია დაცული ასე დროს და ვერც პაციენტი, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ასე დროს ახლა სალონზე ნამდვილად ვერ იქნება, რა თქმა უნდა. ალბათ მაინც თვით გადაწყვეტილებას მაინც იღებენ პაციენტები, რომლებიც მიდიან ასეთ რისკზე. ამას ვიტყვით. კი ბატონო, რა ტიპის ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ? ალერგიული რეაქციებიდან რას აღნიშნავდი გეტყვით. ძალიან ხშირად შეიძლება ეს პროდუქცია იყოს ცხოველური წარმოშობის. ზოგიერთ შეიძლება იყოს სინთეზური გზით მიღებული, ზოგიერთი მცენარეული გზით და ასე შემდგომ. ამიტომ ხშირია ალერგიული რეაქციებიც. თან ახლა ბაზარზე ძალიან ბევრი წამოვიდა ისეთი პროდუქტები, რომლებიც უფრო ბიორეპარაციის სტილში გადის, ესე რომ ვთქვათ, და სწორედ ესენი მზადდება სხვადასხვა ცხოველური, მცენარეული ფუძეზე. ამიტომ აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის ხარისხს და ალერგიებიდან ძირითადად ალერგიული დერმატიტები, ედემა, ეს ედემა არის სრული შეშუპება მაგალითად. შეიძლება ეს იყოს როგორც კონკრეტული ლოკალიზირებული ფორმით, სადაც ჩავატარეთ პროცედურა, ან შეიძლება უკვე იყოს გენერალიზირებული ფორმით. როგორც ვიცი, ჰერპესის გამოვლინების რისკიც არსებობს, ხო? ეს ძალიან იშვიათია, როცა ვაკეთებთ ხოლმე ტუჩის აუგმენტაციას, გადიდებას, რაღაც, ეს ხშირად არის, აი ელემენტარულად ეგ არ ითვლება გართულებად, არ ითვლება, იმიტომ რომ ეგ გვინდა არ გვინდა იმუნური სისტემის, ესე ვთქვათ, პასუხია ამ თუ იმ პროცედურაზე. გართულებად ითვლება გარდა ალერგიული რეაქციებისა, გეტყვით, ლიმფური შეშუპებები, ლიმფოდრენაჟი გუბდება ასეთ დროს, ესეც ფილერებს ახასიათებს, მინდა გითხრათ, ძირითადად როცა სახეზე აკეთებენ ასეთ პროცედურებს, აი შემავსებლების ეფექტით, შეიძლება პრეპარატმა გამოიწვიოს ლიმფური დრენაჟის ესე ვთქვათ, დაზიანება, შეგუბება და ყოველ დილით პაციენტი იღვიძებს ეგრეთ წოდებული ლოთის სახით. და აქაც, რა თქმა უნდა, სპეციალისტის ბრალია ის შემთხვევა, რომ სწორად ინექციას არ აკეთებს, სწორ გარემოში არ სვავს პრეპარატს, ან არასწორად არჩევს ისეთ პრეპარატს, რომელიც ძალიან მიერთებს წყლის მოლეკულებს და შეშუპებისგან მოქცეს ის მეორადად ის გართულება. და ასევე ინფექციური გართულებებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ექიმმა შეიძლება ყველაფერი კარგად ჩაატარა, დაარიგა კიდეც პაციენტი ესე, მაგრამ წავიდა კოსმეტიკა წაისვა, იმ დღეს მოუნდა მან და მაინც ვარჯიშზე წასვლა და ასე შემდგომ. მეორადი ინფექცია ვითარდება უკვე ასეთ შემთხვევაში, სტრეპტოსტაფილოკოკური მხრივ და ჩირკდება ის შეყვანილი პროდუქტი და აი ესეთი პატარა გართულებები გვაქვს ხოლმე. კარგ საკითხს შეეხეთ. ერთია უკვე ჩატარებული პროცედურა, სრულიად უსაფრთხოდ და მეორეა უკვე მოვლის პროცესი. ჩამოვთვალოთ ის აუცილებელი კრიტერიუმები, რომელიც პაციენტმა უნდა დაიცვას ფილერის გაკეთების შემდეგ.
ფილერის გაკეთების შემდგომ პირველი 12 საათი მინიმუმ მე პირადად ესეთი პროტოკოლი მაქვს, არ უნდა წაისვან ანესთეზია, არ უნდა ბოდიშით. თავიდან. ესეთი პროტოკოლი მაქვს, პროცედურის შემდგომ არანაირი წყლის მიკარება, ვანაობა, სოლარიუმი, რუჯი, მინიმუმ პირდაპირ სხივები და არანაირი კოსმეტიკა არ არის სასურველი. ან ვარჯიშიც ახსენეთ და ესეც ვარჯიშზე თავის შეკავება თუნდაც მაინც 4-5 დღე მაინც, რომ რაც შეიძლება პირველი ინექციიდან როგორ არის იცით, პირველი 3-4 დღე ისედაც შეშუპებულია ქსოვილი. ოღონდ ეს ასე ვთქვათ ფიზიოლოგიური შეშუპება გამოდის. ამიტომ მე-4-მე-5 დღიდან უკვე მშვიდდება კანიც, უკვე პროცედურა ითვლება, რომ აი სრულ შედეგს გვაძლევს და შემდგომში იწყებს მასში შეყვანილი ჰიალურონის მჟავა უკვე ნელ-ნელა მოქმედებას. ამიტომ პირველი 5 დღე ეს რაღაცა ვარჯიშები, სოლარიუმები, მაქსიმალურად თუნდაც მასაჟები სახეზე, თუნდაც თავისი ხელით ზოგჯერ იკეთებენ ხოლმე, ყველაფერი იკრძალება ფაქტია. კი ბატონო. ნინო, ჩვენ ნელ-ნელა უკვე დასასრულისკენ უნდა წავიდეთ და ამიტომ მინდა გკითხოთ ერთი ასეთი რაღაც. ძალიან ხშირად, როდესაც ფილერს იკეთებს პაციენტი, მსმენია განმეორებადი კონსულტაცია, კორექცია და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველა შემთხვევაში აუცილებელია. თუ არსებობს შემთხვევები, როდესაც პირველივე პროცედურის ჩატარების შემდეგ იდეალური შედეგი გვაქვს. არ არის აუცილებელი ყოველთვის, არ ვიბარებთ ხოლმე, იშვიათად ვიბარებთ თუ არის ტუჩის ესე ვთქვათ მოცულობის გაზრდის დროს, რადგან ტუჩს ჭირდება ხოლმე ოდნავი მასაჟი, რაღაც ან ვიტოვებთ ხოლმე საკორექციოდ მცირე რაოდენობას, რომ ჰიპერდოზირება არ გამოგვივიდეს პრეპარატის შეყვანით, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიბარებთ. ძირითადად არ ჭირდებათ. ეხლა სიტყვაზე სახის შუა და ქვედა მესამედის ოვალის შემთხვევაში აღარ ჭირდებათ განმეორებითი მოსვლა და კორექცია თვით თუ პაციენტს რაიმე კითხვა აქვს და შემოერბეს, თორე ძირითადად არა. კი ბატონო. და ქართული ბაზარი რომ ასე ვთქვათ განვიხილოთ, ძირითადად რა მოთხოვნები აქვთ მომხმარებლებს? პაციენტებს. ეხლა ძალიან მომწონს უკვე ის მიდგომები, რომ აი რამოდენიმე წლების წინ იყო ესეთი ცოტა გადამეტებული, გადაჭარბებული ტუჩები თუნდაც, ყრიმალის ზონა და ასე შემდგომ. ეხლა ეგრე აღარ ხდება, ისე მიხარია, რომ არ ვიცი, ფაქტურად ეხლა უკვე მოდიან იმ ძველი გაკეთებულის დასაშლელად. უკვე ბუნებრიობა უნდათ, უკვე გადასულები არიან და ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ეთყობა მაინც ჩვენი სოციალური გარემო ამის საშუალებას აძლევს ჩვენს მსმენელებს, რომ ძირითადად მოვლით ხაზზე და გადასულები არიან კანის სტრუქტურის აღმდგენ პროცედურებზე, ბიორევიტალიზაციები, ბიორეპარაცია, ბიოგაახალგაზრდება და არა შემავსებლები, თითქმის ნაკლებად. და ლაზერულ პროცედურებს ნამდვილად გამოვყოფდი, აუცილებელია ზოგჯერ, რომ ლაზერული სხივით სხვანაირად ხდება იმ ფიბრობლასტის სტიმულაცია და არა ისე, როგორც ვთქვათ, ცოტა არაბუნებრივად თუ არასწორად გაკეთდა ფილერით პროცედურები და ძირითადად უფრო ესეთი მოთხოვნები გვაქვს ხოლმე და მივესალმები უკვე ამ ტენდენციას ნამდვილად. და ბოლოს რომ შევაჯამოთ, რა სამი მთავარი რჩევა გექნებოდათ პაციენტების მიმართ? ყოველთვის გაითვალისწინონ სად მიდიან, როგორ სპეციალისტთან და როგორ კლინიკაში. რამდენად ლიცენზირებულია და რა პროდუქტს იკეთებენ. აი ეს სამი მნიშვნელოვანი თემაა. ჩათვალეთ, რომ დაცულია პაციენტი ყველანაირი მოვლენებისგან და გართულებისგან კი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, ძალიან კარგი მოსაუბრე ხართ, კომპეტენტური რჩევებიც მოვისმინეთ, ბევრი ახალი ინფორმაციაც შევიტყვე ფილერების შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემით აღარ დაშინდება მაყურებელი. კრიტიკაც ალბათ ნაკლები იქნება და და შეაჩერონ დაბერების პროცესი ხარ. სულ ვერ გავაჩერებთ, მაგრამ შევანელებთ. აი ესე ვიტყოდი. კი ბატონო. უღრმესი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. მადლობა ჩვენს მაყურებელსაც, წარმატებულ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ და რა თქმა უნდა ჯანმრთელობას.